ყოველი ერი თავისი ისტორიით სუბრუნობს. ისტორია ყოველი ერის საგანძურია, სულის საუნჯეა, რასაც საკუთად მოპყრობა, მოფერება და გაფრთხილება სჭირდება. დღეს 31 მარტია. ქალბატონი ნაილი თქვენი ციფრო წარმოადგენს ქართულ მუსლიმათა მრევლს. ასე ფიქრობს ხალხო, ქართულ მუსლიმათა უზარმაზარი არმია ასე ფიქრობენ. ჩვენი დები და ძმები ვერ შეძლებს ეს ხელისუფლება, რომ ჩამოაგდოს შუღლის ჩვენ შორის. ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები, დები და ძმები, დავიმარჯვოთ ჩვენ ყველა მუსლიმებთან. რა გითხრა? 7 წელია საზოგადოება თავრობას ეუბნება, რომ ჩვენ არ უჭერთ ასეთ გადაწყვეტილებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო შორის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს სულთან აბდულაზიზის მეჩეთის აგებას, საზოგადოების, მთელი ქართული საზოგადოების ინტერესების გაუთვალისწინება და სახელმწიფო ინტერესების გაუთვალისწინება საზიანო. ვერ გაიგო ამ ხռუმ თავრობამ და იმედია, რომ დღეს მაინც გაიგებს. ვინც დიდი შრომა ჩასწო, ვინც თავი გასწირა, ვინც სული გასწირა, რომ საქართველო მთლიანი ყოფილიყო. მე ვეწინააღმდეგები ყოველი არაქართველის, ქართველთ მოძულის სახელის აქ საქართველოში დამკვიდრებას. მე ვიცი, რომ აზიზიე როგორც ესეთი პიროვნება თვითონ თურქეთშიც უარყოფითი პიროვნებაა რა, უარყოფითი როლი აქვს. რატომ უნდა იყოს მაგალითად მისი ძეგლი საქართველოში აქ ჩვენთან? ბიჭი, როგორ ჩააბარეს მიწები მტერს, რაკნეს, გავსეს ციხეები პატიმრებით, 48,000 კაცი დღეს იტანჯება საქართველოს ციხეებში. და ეხლა რა უნდათ რომ გააკეთონ, დააკვირდით ამას, დამპყრობლის სახელობის, ნაგებობის დადგმა უნდათ, არა, ერთად გვით, არა. ერთი რამე ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენში გვინდა მოვკლათ სიმამაცე, ვაჟკაცობა, თავდადება, ერთგულება, ქართველობას კლავენ, უთხარი არა. მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი წვიმიანი დღე დამთავრდება მზით.